ერთი სიტყვით რამდენიმე რამე არის, რამაც მიიქცია ყურადღება თვითონ, ესე იგი, რამდენიმე პერსონის, ასე ვთქვათ, მოქმედება. პირველი ეს არის, ესე იგი, ჯანდაცვის სამინისტროსა და თსო-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი. ესე იგი, ორი, რო შეხედავ სერიოზულად აცელეკიოს ამაზე დასახლებია საქმეები, აი რა წეში. ხო, ნუ ეხლა მე შევეცადე ამ ფოტოების ამოკრეფა და საერთოდ ინფორმაციის ამოკრეფა შენი სათაურის შესაბამისად გაიტანეთ გრენლანდია. შეუბადონო და აქედან გამომდინარე, ნუ აი ეხლა მე ესე იგი საკმაო ხანი არის რაც ეს ფოტო ვნახე და ნუ ეხლა ამ მემორანდუმის შინაარსი ძალიან მაინტერესებს თორნიკე. აი რანაირად ხდება ეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და რა უნდა გააკეთოს აქ, ასე ვთქვათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ძალიან მაინტერესებს ეს. საოცრება ხო, ნუ არ ჩამორჩა მაგალითად ამას მაგალითად აი რომელია უფრო ადრე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი უფრო ადრე არის პაპუაშვილი. პაპუაშვილმა თქვა ასეთი რამ, როდესაც ესე იგი საქართველოს დროშის დღეს ულოცავდა. მან თქვა ასეთი რამ, რომ ილია ჭავჭავაძის სული ხარობს დღეს, როდესაც ხედავს თავის სამშობლოს, თავისუფალს, ლაღს, დამოუკიდებელს, თავის თავზე დაფუძნებულს და მისთვის საოცნებელს. ესე იგი, დღევანდელი საქართველო თურმე ყოფილა, ესე იგი ილია ჭავჭავაძისთვის საოცნებო, სადაც ადამიანი პროტესტ ტროტუარზეც კი ვერ გამართავს. იცი რაც გეტყვი. ასეთი მომივიდა ხა თავში რომ ილიას დროინდელი საქართველო რომელიც ოფიციალურად იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მე მგონი უფრო თვითყოფადი და თავისუფალი იყო ვიდრე დღევანდელი და იმაზე იზრდა რომ უგელი გადავაგდოთო და დღეს რა სიტყვა და წარმომიდგენია ასავალს არის თურმე დემონსტრანტების მოწამვლა ეს ყოფილა ილიას საოცნებო საქართველო ციხეში ხალხი ჯამობატონო ევროპული მიმართულება და ევროპული ღირებულებებზე უარის თქმა ეს ყოფილა ილიას საოცნებო საქართველო ოლიგარქია ყოფილა ილიას საოცნებო საქართველო მინისტრები რომ ესე იგი ერთი მეორის მიყოლებით მინისტრებს და მოადგილეებს ციხეებში სვამენ და რისთვის ოქროზოდებისთვის და უზარმაზარი ქონებებისთვის წართმეული ეს ყოფილა თურმე ესე იგი ილიას საოცნებო საქართველო ესე იგი კლასიკური ორველიანისთან გვაქვს საქმე როდესაც ხდება ცნებების ჩანაცვლება მისი საწინააღმდეგო ცნებები და ეს არის სწორედ აი ეს უფროსი ძმის ქვეყნისთვის რასაც ორველი აღწერს ესე იგი დამახასიათებელი თავისი ენა აქვს უკვე შექმნილი მათ და ამ ენაზე ისინი მეტყველებენ ილია ჭავჭავაძე ხშირად ახსენებს მამული ენა სარწმუნოებაო რა თქმა უნდა ასე უწერია ილია ჭავჭავაძეს აი ეს ბატონი ჭავჭავაძის საზოგადოების გერბზეც ასე ჰქონდა ჩვენ მაგრამ ილია ჭავჭავაძე ასევე ამბობს ძმობა ერთობა თავისუფლება თავისუფლება ილია ჭავჭავაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება როგორც ეროვნული ისევე პიროვნული თავისუფლება ის არის ის იყო ლიბერალური აზროვნების რომელიც საგინებელ სიტყვად გადააქციეს დღეს ამათმა ესე იგი თურმე ესეც გაახარებდა ილიას სულს ადამიანის მიტევებლობა, ადამიანის სიყვარული, აი ადამიანი თვითონ როგორც ასე ვთქვათ, ცენტრი საზოგადოების ზრუნვის. აი ეს არის ილიას და რა თქმა უნდა, ეროვნული თავისუფლება. თავდაცვის მინისტრი იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩასვეს ციხეში აქვს. ესე იგი 20% დაკარგული ტერიტორიები ეს აქვს 20% და ესე იგი ვილას იშენებდა ესპანეთში. აი ეს ნამდვილად ესე იგი გაუხარდებოდა ილია ჭავჭავაძეს. აი ასეთი განცხადება არის გაკეთებული, ესე იგი სრულიად როგორ გითხრათ, სრულიად უტიფრად ასე ვთქვათ, ჩვენ წარსულს იყენებენ, იფარებენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ქმედებებისათვის ქვეყნის პირიქით სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის ძირის გამოთხვრის
საქმეში იყენებენ ილია ჭავჭავაძეს. აი, აქამდე მივიდა საქმე. ესეც არის ზუსტად იმ თემატიკიდან, რასაც ქვია გაიტანეთ გრელანდია. რახან ეს ათაურია გავაგრძელოთ, ხო? სანამ მიტყვი მალხას, გაითვალისწინე, გინდა ეხლა, გინდა მერე. აი ამ ფონზე, როდესაც შენ თქვი, რომ რაღაცა წამოიწყეს ნათლად ლაპარაკი შეწყალებაზე. აი ეს პროცესები, რომელიც შენ მიყავს, ყოველდღიური ეს ჯარიმები, ეს სასამართლოში დაბარებები, იმაზეც გითხარი რა 2-20 იყო, რამდენად ეგ სიტუაცია შენარჩუნდა, შეიცვალა, გამძაფრდა, შესუსტა, როგორ არის? ეხლა როგორ არის საქმე? პირველი გამოცხადება ჩვენ საქმეზე იქნება 23 იანვარს. 22-შიც არის გამოცხადებები, ეს სულ 3 დღის ამბავია. როგორც ჩანს, აქამდე ჯერ ასე ვთქვათ, რაღაც კაფეო დირექტივა არ იყო და ესენი მზად არ იყვნენ ასეთ აბსურდულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ, მაგრამ ეხლა ბოლო რაღაცა უნდა გააკეთო. თუმცა პარალელურად მაინც გააგრძელეს ეხლა ის ხელმეორედ ჩვენს გვაქვს ერთი უკვე ორი საქმე ესე იგი ტროტუარის დგომისადმის ვისაც ჰქონდა ასე ვთქვათ შეფარდებული პატიმრობა მათ ემუქრებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, თუმცა მე მქონდა წინა გადაცემაში ამაზე საუბარი. ხო, უკვე მოუვიდათ, ერთი იყო და უკვე ეს ერთეული შემთხვევა არ არის, ეს უკვე ტენდენცია უკვე მოსდით, ასე ვთქვათ, ამ დაპატიმრებულებს მაშინ მოსდით ეს სასამართლოს დადგენილებები, რომელსაც მათ გარეშე იხილავენ, ეს საერთოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, როდესაც შენამობრო იცი რა შეიცავს რაღაც დანაშაულის ნიშნებს, გამოვიკვლიე ესა და ეს და ეს და როგორ გამოვიკვლიე მხოლოდ ერთი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე და მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ეს არის, შეჯიბრებითობის, თანასწორობის, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ძალიან უხეში დარღვევა. ძალიან უხეში დარღვევა. დაცვის უფლებაზე უკვე აქ ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ ადამიანს არ სათყობინებენ, რომ რაღაც პროცესს ნიშნავენ, სადაც იკვლევენ რაღაც მასალას. ის კი არა, ახლა ერთ-ერთ საქმეზე საერთოდ ვიდეო ჩანაწერიც კი არ ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგზავნილი სასამართლოსადმი. აი ასეთ ვითარება სასამართლოში და სოფლიო მაინც გლობალური ვითარება განაპირობებს იმას, რომ გლობალური ვითარება მაინც განაპირობებს ამათ საქციელს. მაგალითად ესეთი განცხადება ეს იყო მე მგონი ვოლსკის განცხადება, სხვათა შორის ვოლსკი ძალიან ენაწყლიანია ამ დღეებში და ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ძალიან ბევრ სალაპარაკოს იძლევა. ირანის აყირავება არ გვაწყობს. არა ხო? აი ეს განაცხადა ვოლსკი. ანუ ვოლსკის აწყობს კიდე გამოგიზავნი ერთ ფოტოს. აი ეს აწყობს ვოლსკის ამას აცხადებს ის. ესე იგი, მას აწყობს აითოლების ხელისუფლება, მას აწყობს რომ რუსეთი არ დასუსტდეს ამ რეგიონში, მას აწყობს რომ ესე იგი ხოცონი ხალხი, ჟლიტონ ხალხი, აი ეს ფოტო ამიტომ გამოვაგზავნე ახლა და იქნება გავუშვათ. მე ვაჩვენებ მაგას. მას აწყობს ის რომ ესე იგი იარაღს აღარუნებდეს და ტერორისტულ ორგანიზაციებს მართავდეს ირანი, აი ეს აწყობს ვოლსკის. საოცრება ხო? ძალიან ვერ ვაკეთებ. ამიტომ სულიად აშკარაა რომ რუსეთს რაც აწყობს, ბუნებრივია ის აწყობს ამათაც და ეს გამოძახილია, ესე იგი ვოლსკის ამ გამონათქვამში. ხო, კიდევ ერთი რამ ესე იგი რახან ვოლსკიზე ვსაუბრობთ. ესე იგი ასეთი რამ განაცხადა მან. იაკობის განცხადებაზე, მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომელმაც თქვა რომ რაღაც შეცდომებს პატიობს ქრისტე, ჩვენ ისე გავაკეთოთ, დაუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ თავრობამ და ეკლესიამ ერთად უნდა დაუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით, შევრიგდეთ და ხან ვინ გამოხდება, ხან ვინ ერთმანეთს როგორ მიმართავენ, ხომ მოვითხოვოთ რომ შერიგებისკენ წავიდეთ და ვნახავთ ვის უნდა და ვის არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების დაჭრობა, ეს არის ველურობა, სხვა ვერაფერს ვერ უწოდებ, ბოდიშსაც
არ ვიხდი ამ სიტყვაზე, არ ვიტრაბახებთ, მე რომ არა, არავინ არ არის შეუცვლელი. არ ვიტრაბახოთ, მე რომ არა, არავინ არ არის შეუცვლელი. აი ასეთი განცხადება გააკეთა მეუფე იაკობმა და ვოლსკის პასუხი. ესე იგი ძალიან ცუდია, რომ ანქიმადრიტი იქნება თუ ეპისკოპოსი, ხო, გონია რომ მეუფე იაკობი საერთოდ სასულიერო პირები ასეთ პოლიტიკურ განცხადებას ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა სდებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა კონდეს, პირიქით ორივე მხარეს უნდა მოუწოდოს ერთობისკენ, უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს მამაო ჩვენოში წერია. და მამაო ჩვენოში როგორ წერია? არა, ესე იგი მე არ ვიცი განსაცდელსა, ხო? ჩვენ არ უნდა შევშევიდეს განსაცდელში. ხო და ნუ აღარ მეკვირს ვახალს ეხა შენ სულებით არ არის გასაკვირი რომ აპოაშვილის სიტყვები რომ ესე იგი ილიას სულილების ის ყოფილა რა ქვია აღსრულება და ეხლა ეს კიდე მამაო ჩვენოს გადაწყვეტა საერთოდ არ მეკვირს რომ ყოფილი ცეკას ინსტრუქტორს ასე ვთქვათ კონდეს პრობლემები სახარებასთან მაგრამ ალბათ ამ ლოცვასთან მას პრობლემები არ უნდა კონდეს ყოველ შემთხვევაში ახსოვდეს უნდა მაინც როგორ წარმოითქმება სიტყვა სიტყვით არამედ მიხსენ მე ბოროტისაგან ეს არის ბოროტისაგან არის თქვამი ისიც როდესაც თქვათ როდესაც ძალები არ აქვს ღმერთი დაგეხმარო არ ყოფნის ღმერთი დაგეხმაროს ამაში რა შუაშია ახლა მამაო ჩვენო აი ამ ნათქვამთან გეკითხებით ხოდა ერთი საერთოდ ძალიან მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ ერთი გონი ამათ ჭირდებათ ერთი მარკ შაიდერი იმ თემატიკიდან ნამდვილად ჭირდებათ იმიტომ რომ აი სწორედ მამდიოდი მალხას მარკ შაიდერი ჭირდებათ იმიტომ რომ ეხა ჩვენ რასაც ვაბოლოთ ეგეც ისეთი არამეა მაგზე იმიტომ რომ მაგათო ლაპარაკი როგორ შეიძლება მაგათ სიტყვის განხილვა მაგათ საერთოდ უაზრო რაღაცა ბოდვაში გადადიან და აი მარკ შაიდერი თუ გვიშველი სწორედ ხო, სურათი გამოგიგზავნე ახლა ეს. ხო, აი, დავდო ზუსტად ეს არის შესაბამისი. ჩემი სათაურის დასასურათებლად. გავაგრძელოთ ახლა. ნუ ირაკლი. ხო, აი, გაიტანეთ გრელანდი. გავაგრძელოთ. ხალხაშორის ეს ვოლსკი მეგონა აქეთ ამხარეს. ხო, გავაგრძელოთ. ეხლა ირაკლი კობახიძემ გამოიჩინა თავი კიდევ, ნუ მის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ესე იგი, სანდუს განცხადებაზე, როდესაც სანდუ თქვა, რომ ესე იგი, ესე ხარს დაუჭერდა რუმინეთისა და გაერთიანებას ხარს დაუჭერდა, ესე იგი, მოლდოვისა და რუმინეთის. აი, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველ რიგში გასაოცარი ასეთი განცხადება, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ ზადაა ხმამისწეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. ამ განცხადებას, როცა აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე. ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში. აი, ამას ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელიც, ნუ, ხა მაღლესი განათლება ხო აქვს კაცო უკვე ზემოთ არ ვამბობ ხო და ეს რომ ერთი ხალხია და ეს რომ ეს ტერიტორია რომ რუმინეთს წაართვეს და ენა რომ რუმინულია და აქტიურად საერთოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია მოლდოვეთი როგორ შეიქმნა წაართვეს ხო უბრალოდ რუმინეთს აი მოაჭრეს კარაკივით ესე იგი და რა გასაკვირია რომ ამ ხალხს ერთად უნდა ცხოვრება ესე იგი თურმე აღმოსავლეთ გერმანიაში ვინმეს რო ეთქვა რომ მინდა დასავლეთ გერმანიასთან გაერთიანება ეს იქნებოდა ესე იგი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა ზუსტად აი ეს იქნებოდა პირველად და სამხრეთ კორეა რაღაცა რომ მოგვარდნენ ესე იგი დაკარგავენ ორივე იმას ხო ორივე დაკარგავს დამოუკიდებლობას ხო აი დაახლოებით ამ რიგის განცხადებაა ეს არ ვიცი ახლა რომელი ესე იგი მიდან ამ ფილმიდან რომელი ციტატა მოუხდება მაგას ამ ამბავს მაგრამ ნუ ძალიან ესე იგი არ ვიცი უკვე ასე ვთქვათ არა მარტო პოლიტიკურ ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებში არამედ ფაქტობრივ ამბებშიც კი ძალიან ძიმე შესტომებს და უცოდინრობას რაც თავარია უცოდინრობას ავლენენ ესე სრულიად არ არის შემთხვევითი რომ ესე იგი ხო
ილიას ესე იგი ილია თურმე კმაყოფილი იქნებოდა იმით, რომ ესენი დავოსის ფორუმზე არ მიიწვიეს. ამიტაც კმაყოფილი იქნებოდა. ძალიან. ეხლა შენ იმ ფილმის ასოციაციებში გამიშვიდა რომელი მოუხდებოდა და სუბახს მაგათ ხო ყავთ ერთი გივი არ ქვია იმას, მაგრამ გივი ჩვენ ვარ ისო ბორია ჩვენ ვარ არ უკაკუნებენ ის საერთოდ ის გადამალულია ხო იმაში ჩამძროლია სოროჩი და ვითომ აღარ არსებობს. ხო, ერთი სიტყვით ამაზე ასეთი ლევან მახაშვილია ახალი ასე ვთქვათ პოლიტიკური ელიტა მათ შორის და რას ამბობს? დავოსის ეკონომიური ფორუმი როგორც ჩანს არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებში წყდება საქართველოს ბედიღბარი. ესე იგი, ტრამპი ჩადის დიდი შვიდეულის, როგორც ამბობენ წინასწარი განცხადებით ეს დავოსის ფორუმის გვერდზე დევს 7-დან 6 ქვეყნის წარმომადგენელი ჩადის. 65 სახელმწიფოს ლიდერი მიდის იქ, 400 პოლიტიკური ლიდერი მიდის, 850 ყველაზე წამყვანი სოფლიო იმის რა ქვია ეკონომიური ერთეულების დირექტორები ან სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელები ჩადიან. უამრავი კომპანიაა წარმოდგენილი და ახლა თემები, რაზედაც მედია ამბობს, რა თემებიც იქნება, ხო? ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, სოფლიო ვაჭრობის პერსპექტივები, ახლო აღმოსავლეთის და ირანის საკითხი. მოხსენებებია იქ თვითონ ფორუმი აკეთებს, ეს ხო არასამთავრობო პლატფორმაა ერთგვარი. 71 წლიდან არსებობს ეს პლატფორმა, ძალიან ავტორიტეტული პლატფორმაა. ხო, გლობალურ რისკებს, კიბერ უსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტის საკითხებს, მოკლედ აი ესეთი მრავალფეროვანი არის ეს სამხიანი ფორუმი და თურმე საქართველოს ბედის გადაწყვეტა სადმე რა არის სასამართლოა. მოდი გულწრფელად თქვათ რა შენ ჩამოთვალე. რამე გვეხება, იქ ჭორვილ არსად არ არის დახსენები და ესენი ვის რა შეინტერესებს ახლა შენი ჩამოთვლილი თემები რა. თავია იყოს რაღაცა ისეთი რა ითი გაცვალე ატკარტი რამე რა. ნუ აქ საერთოდ კომენტარიც კი ზედმეტია ასეთ რაღაცეებზე, რომ ესე იგი ჩვენი ბედი არ წყდება და იქ სოფლიო ეკონომიური ფორუმია კაცო. და პოლიტიკური საკითხებია უამრავი. და თანამედროვე ნოვაციები ამ საკითხების გადაჭრისათვის, პრობლემების გადაჭრისთვის, ხო? ასეთ დროს საქართველოს ბედი როგორ არ წყდება მან? რა, ახლა ვინმე მოუქმებს, სადმე ვინმე საქართველოს დამოუკიდებლად თუ თვითონ არ გააკეთეს ეს და რუსეთმა ხაშუაშია საქართველოს ბედი. საქართველოს ბედი არის კეთილდღეობა და წინსვლა და სახელმწიფოებრიობის გამტკიცება და სოფლიო პროცესების განხილვა, სოფლიო პროცესების როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური პროცესების განხილვა ესე იგი ხდება და ეს საქართველოს არ ეხება? ეს საქართველოს მომავალს არ განსაზღვრავს? მოც კი ახსენე შენ და გახსოვს რა თქვა საწყდებოდა საქართველოს ბედი ყირგიზეთში გონი ხო? ხო, ყირგიზეთში წყდება. იქ წყდება ბედი და აქ არ წყდება. ყირგიზეთში წყდება და დავოსში არ წყდება. თან ძალიან მათთვის ძალიან პრაგმატული მნიშვნელობა ექნებოდა ამას. ძალიან პრაგმატული ხო პროპაგანდა ხო, ესე იგი დღე-დაღამე ამაზე ილაპარაკებდა ხო? რომ აი ჩვენ გვაღიარეს, აი ჩვენ აი ტრამპი იყო, იქ სახელმწიფოების წარმომადგენლები იყვნენ, იქ პანელებზე ვიყავით, იქ ისა, ხო? ანუ ის არაღიარების პოლიტიკა, ანუ არალეგიტიმურობის საკითხი, ამათ რომელიც ძალიან აწუხებ, წარმოიდგინე შენ რა დონეზე აიყვანდა მათი პროპაგანდა. მაგრამ კბილი არ შეუწუდათ ახლა მაგაზე და პატა ვერ შეწუდა ძებსაო, პარასკევია დღესაო, აი დაახლოებით ესეთი რამე ასეთ რამეს ლაპარაკობენ, მაგრამ ამას ლაპარაკობენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ლიდერები ლაპარაკობენ ამაზე. რაღაცა უნდა თქვან, მაგრამ ნუ ესეთ რამეს მაინც ნუ იტყვი კაცო რომ იქ არაფერი არ ხდება ისეთი, რომელიც საქართველოს ბედზე იმოქმედებს, საქართველოს მომავალზე იმოქმედებს. როგორ არ იმოქმედებს? ირანის საკითხი, საქართველოს მომავალ, ან უკრაინის საკითხი როგორ არ იმოქმედებს, ან რუსეთის საკითხი როგორ არ იმოქმედებს. აი ეს ამბავია, ესე იგი, მე მგონია რომ ნამეტანი მოგვივიდა ახლა ჩვენ ამათი ციტირება. ნამეტანი ვაპიარებთ ხალხს. ნამეტანი ციტირება და მოდი ეს საკითხები გადავდოთ და ნუ გადავიდეთ ალბათ სხვა თემებზეც რა.